კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი პოლიტპატიმარი ზურა ჯაფარიძე დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, დაკავებული ოპოზიციონერი თავს მხნედ გრძნობს, მოქალაქეებს კი ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ადვოკატი ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძის წერილების გამოტანა აუკრძალეს. რას ემსახურება შეზღუდვა ჩომახაშვილისთვის გაუგებარია. გირჩიმეტი თავისუფლების ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან ოპოზიციურ სპექტრში. პროდასავლური პარტიები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, ივანიშვილის რეჟიმი საბოლოო მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს და მალე ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება. გუშინ ემოციურად ძალიან მძიმე დღე იყო ყველა ნორმალური ადამიანისთვის, როდესაც სამი შვილის მამა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის და მძიმედ ავადმყოფი მოხუცი დედის შვილი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ჯალათი წულუკიანის განკარგულებით ციხეში გაუშვეს, მაგრამ წარმოუდგენლად ღირსეულად შეხვდა ზურა ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად ამ უკიდურესად უღირს და უსამართლო ნაბიჯს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ღირსეულად სრულიად უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე იჯდება ივანიშვილის საპყრობილეში, თავად თავისუფლება შეზღუდული ქვეყნის თავისუფლებისთვის. ზურას დაპატიმრება არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც ქართული ოცნება კიდევ უფრო ღრმად შედის ძალადობრივ სპირალში და ავტოკრატიის გამყარებაში. ამის მიღმა ხო საქართველოს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი დაემატა. ჩვენ გვესმოდეთ ერთი რამ, რომ ზურას დაჭერამაც რომ არ ჩაიაროს ფუჭაც და იმ 51 ადამიანის საპატიმროში ყოფნამ როგორც ზურასნაირად სხვებიც არიან იქ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. ყველაფერმა ამარ რა ჩაიაროს ფუჭაც, ჩვენი საქმეა ქართული დემოკრატიული საზოგადოების, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავააქტიუროთ იმ პროცესში, რასაც ქვია წინააღმდეგობა, არა აუცილებლად აქციაზე სიარულში, არამედ წინააღმდეგობაში, საპროტესტო პროცესში ჩავრთოთ, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ეს არის დამთრგუნველი უმრავლესობა. ზურა ჯაფარიძე იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული პოლიტიკოსი, რომელიც თავიდანვე იცოდა რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა და რა შეიძლება ამას მოყოლოდა. ეს არის მისი არჩევანი, როგორც ჩანს ის თვლის, რომ ციხიდან, საპატიმროდან ის უფრო ეფექტური იქნება, ამასაც აქვს თავისი ასე ვთქვათ ახსნა, თუმცა სხვა პოლიტიკოსები, ვინც ამ შემთხვევაში გადაიხადა გირაო, როგორც ჩანს ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფლებაზე ხალხთან ერთად გაცილებით ეფექტურები იქნებიან, აი სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და ვართ ჩვენ, ვინც ვფიქრობთ, რომ სწორედაც რომ ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის მოედანზე მისვლა ხალხის გასაგონად მათთვის პირში თქმა სიმართლის და ქართველი მოქალაქეების დაცვა ჰიბრიდული ომისგან და ინფორმაციული ზეწოლისგან ეს გაცილებით დიდი მნიშვნელობის ამოცანაა და ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ. ზურა ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლას დღეს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები ქართული ოცნების რეჟიმისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ მოთხოვნების დარღვევით ხდება კომისიის შექმნა, სადაც მოთხოვნა არის რომ ოპოზიცია უნდა გვყავდეს ამ კომისიაში, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს ესეთი ოპოზიცია პარლამენტში, ესეთი კომისია შეიქმნა, ხდება ადამიანების დაბარება და შემდგომ ხელოვნურად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მათ მიმართ. ამის კლასიკური მაგალითია ალბათ ის შემთხვევა, რაც მოხდა ზურა ჯაფარიძესთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ალბათ ირაკლი ოქროშვილთან მიმართებით ანალოგიური შემთხვევა და რასაც ალბათ მომავალში კიდევ ვიხილავთ. ეს ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური საგამოძიებო კომისია მის ფარგლებში მიმდინარე ამ შემთხვევაში სამართალმოებები და მის შედეგად დაბარებული პირები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების ხორბლები. ზურა ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება ქართულ ოცნებაშიც. ივანიშვილის პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არავის დევნიან. საკითხი მარტივი არის და სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველა მიცოდა, მათ შორის ზურა ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა კანონი რა არის, ზუსტად იცოდა მის მოთხოვნა რა არის, ასევე ის აღიარებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი, შემდეგ ქონდა შესაძლებლობა, რომ გირაოს საშუალებით აღკვეთი ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და ესეც განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა საშუალების დაწესებულებაში, ასე რომ აქ ვინმეს პრეტენზიები გაუგებარია. ეს არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება და სურვილი რადიკალებისა დადგან
რაღაც სპექტაკლი, კიდევ ერთხელ საკუთარ პატრონებს მიცენ საფუძვლები, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდენ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმეს დევნის და კანონით დადგენილი სამართლებრივი სანქციის შეფარდება შეასაღონ საზოგადოებას, მოატყუონ საზოგადოება, რომ თითქოს აქ არის რაიმე ფორმით ვინმეს დევნა. დევნა აქ ნამდვილად არ არის, ეს არის კანონით არსებული დანაწესის შესრულება. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით გუშინ შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ხელბორკილის ხდომათა დარბაზშივე დაადეს. პროკურატურამ ჯაფარიძის პატიმრობა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 20,000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა. პატიმრობის რისკის წინაშე ასევე დგანან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია.